საქართველოში მეაბრეშუმეობის ისტორია 15 საუკუნეს ითვლის. იგი ფართოდ იყო გავრცელებული და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მეაბრეშუმეობა ფულად შემოსავალს იძლეოდა, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს მოსახლეობისათვის. საქართველოში ზომიერი კლიმატის გამო ყოველთვის მაღალხარისხოვანი აბრეშუმის ქსოვილი, ეგრეთ წოდებული დარაია მზადდებოდა. ქართული აბრეშუმი გამოირჩევა სიმაგრით, სინაზითა და ელვარებით. ჩვენს ქვეყანაში ოდითგანვე იყო თუთისხის სხვადასხვა ჯიშები. სადაც თუთისხე ხარობდა, შეუძლებელია მას მური, აბრეშუმხვევია არ ყოლოდა. სადაც ხარობდა თუთისხე, იქ იყო აბრეშუმხვევია მურიც. დღეს საქართველოში ეს ეროვნული მემკვიდრეობის ტრადიცია მივიწყებულია. მისი განვითარებისთვის საჭიროა თუთის ნერგების წარმოების აღდგენა, პლანტაციების გაშენება და კალმების დაფესვიანების სწრაფი მეთოდების დანერგვა, დაიწყოს ჰიბრიდული გრენის წარმოება. საჭირო არის თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა, პარკსაშრობი ფარდულები, გრენ-ქარხანები და ადგილობრივი გრენის წარმოება. აუცილებელია მოსახლეობისა და სპეციალისტების სწავლება აბრეშუმის პარკის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ. პრობლემის არსებობიდან გამომდინარე, ბათუმის მერვე საჯარო სკოლის ეკოკლუბი, ჩვენი გარემო, პროექტ არაქნეში, აბრეშუმის ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის როლის დაცვა ეროვნულ და ევროპულ დონეზე. პროექტი არაქნე არის ევროპის მასშტაბით მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის შექმნილი პლატფორმა, რომელშიც გაერთიანებულია 7 ქვეყანა. ესენია იტალია, საბერძნეთი, სლოვენია, ბულგარეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, საქართველო და 11 პარტნიორი ორგანიზაცია. პროექტის მიზანია ევროპული აბრეშუმის მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მეაბრეშუმეობის ხელშეწყობა. მისი მთავარი იდეა ახალი, ევროპული აბრეშუმის გზის შექმნა, რომელიც ისტორიაზე დაყრდნობით შემოგთავაზებს კულტურულ მარშრუტს, როგორც ტურისტებისთვის, მკვლევარებისთვის, მეწარმეებისათვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. წევრებმა სკოლაში პრაქტიკულად გაზარდეს თუთის, აბრეშუმხვევიას მურები, დაიცვეს მისი მოვლის წესები და მიიღეს ქართული აბრეშუმი, ბოჭკოთა დედოფალი.